თანამედროვე მსოფლიოში დღეს უკვე აქტიურად მსჯელობენ ისეთ თემებზე, როგორიც არის კიბერშეტევები, კიბერტერორიზმი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში. იქნება შესაბამისი ქვედანაყოფებიც ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად. საღამო მშვიდობის წარმოგიდგენთ გადაცემა ვექტორს, რომელსაც უძღვებით ტრადიციულად ირაკლი ტაბლიაშვილი და გიორგი წყვიტავა. საღამო მშვიდობისა, კიბერშეტევები საქართველოს წინააღმდეგ, კიბერშეტევები ევროპის და მთლიანად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ და ამ კიბერშეტევების უკან მეტწილად ყველაზე უფრო ხშირად დგას ჩვენი მეზობელი, მაგრამ არა კეთილმოსურნე სახელმწიფო რუსეთი, რომელიც საყოველთაო აღიარებით, მსოფლიო აღიარებით ძალიან ძლიერიც არის. და ეს სიძლიერე, მისი ეს სიძლიერე შესაბამისად განსაკუთრებით სუსტ ქვეყნებს ისეთებს, როგორიც არის საქართველო, თითქოს უმწეო მდგომარეობაში აყენებს. ამავდროულად, გიორგი, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს გვიჭერენ, მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იმ მიმართებით, რომ ჩვენ გავძლიერდეთ და ერთგვარი წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის ფედერაციას. კიბერშეტევები არ არის ერთჯერადი, საკმაოდ მრავალია. მოგეხსენებათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე იყო საკმაოდ სერიოზული კიბერშეტევები განხორციელებული, ისევე როგორც საქართველოს მაგალითად 2008 წელს განხორციელდა საკმაოდ სერიოზული კიბერშეტევა და პარალიზება მოხდა მთელი სამთავრობო ინსტიტუციების. 2008 წელს იყო კონვენციური ომი, რომელსაც წინ უძღოდა კიბერშეტევები, მერეც გრძელდებოდა. არ უნდა ვიყოთ ისეთი გულუფრყვილოები და არ უნდა გვეგონოს, რომ რადგან კონვენციური ომი დასრულებულია, შეჩერებულია, რუსეთი არაკონვენციური ომით, ანუ მათ შორის კიბერშეტევებით არ იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ, კი მაგრამ რა მიზანს ისახავს ეს ყველაფერი, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ პირველი გრაფიკა, ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის განცდა. ეს არის რუსეთის ფედერაციის მიზანი. თუ პირობითად ავიღებთ 60%-ს, ვისაც გონია, რომ სტაბილური ვითარებაა და პირიქით 40%-ს მოქალაქეებისა, ვისაც გონია, რომ არასტაბილური ვითარებაა, ეს შეპირისპირება უკვე ქმნის ნოყიერდიადაკს რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ვითარება არიოს, კარგად აფათუროს ხელები საშინაო პოლიტიკაში, საკუთრივ ჩვენ ქვეყანაში და არა მხოლოდ. დასავლურ მედიაში საკმაოდ ხშირი იყო პუბლიკაციები იმის თაობაზე, თუ როგორ იმართება ლუბიანკიდან გარკვეულწილად ბრჭყალებში ეგრეთ წოდებული ტროლების არმია, რომლებიც ცდილობენ შეტევების განხორციელებას აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დასავლურ მედიაზე თუ სხვადასხვა ინსტიტუციაზე. როგორ ქმნიან ისინი მითებს და დეზინფორმაციას, ასე ჭირდება საკმაოდ დიდი დრო განხერწყლებისთვის და დიდი დრო რეაგირებისთვის. ვისი ახდენს, მეორე გრაფიკა გვაქვს ჩვენ, ვისი ახდენს გავლენას ეს ტროლების არმია და პრორუსულ ელიტაზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად ის შეტევები, რომლებიც ახორციელებს რუსეთი, პრორუსული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, მედია საშუალებები ხშირად უნებურად, გიორგი, თავის და უნებურად ექცევიან ამ გავლენის ქვეშ და თითქოს მათი ალალი სურვილი ან გულწრფელი სურვილი, რომ რაღაცა თავისებურად შეცვალონ, რეალურად ემსახურება რუსეთის ინტერესებს. აქ არ არის ერთი ქვეყანა მხოლოდ დაინტერესებული, ქვეყნები საკმაოდ მრავლად არიან. მაგალითისთვის მოვიყვანთ, რომ რუსეთისა და ჩინეთის კიბერთავდასხმებისგან განსხვავებით, ისლამური სახელმწიფოს მიზანი არა უბრალოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მთლიანად სისტემების ჩამოშლა. ეს არის ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციის კვლევა, რომელიც უკავშირდებოდა მათ შორის სისტემების ჩამოშლა ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შენ აღნიშნე და რას იყენებს რუსეთი? ბეჭდვით მედიას, ტელემედიას, არასამთავრობო სექტორს და მესამე გრაფიკა იყენებს სოციალურ ქსელებსაც, ესოდენ პოპულარულებს საქართველოში და კარგიც არის, რომ პოპულარულებია. ეს არის სოციალური ქსელები, სხვადასხვა სოციალური ქსელი, Facebook-ი, მაგალითად Twitter-ი, მაგალითად VKontakte რუსული, ან Odnoklassniki, რომელსაც ადრეულ წლებში ქართული საზოგადოება ხშირად მოიხმარდა და აი აქ მოქმედებს ეს მოქმედებენ მისი წარმომადგენლები, ტროლარმიის წარმომადგენლები, სხვა პირები, რომლებიც უშუალოდ რუსეთიდან და ლუბიანკიდან იმართებიან. სხვათა შორის სოციალურ ქსელებზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად იგივე ციტატას მოვიყვან, ისლამურმა სახელმწიფომ ინტერნეტისა და სოციალური მედიის ეფექტური გამოყენებით გაითქვა სახელი, მან ამ მეთოდით მიმდევრები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან მიიზიდა. ძალიან საინტერესოა. სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენ ვიცით 2008 წელს კონვენციურ ომამდე იყო ეს შეტევები თქვით კიდეც და არასახელმწიფო ინსტიტუტებიც, კერძო სექტორიც ხშირად ექცევა
კიბერშეტევების ქვეშ, რუსეთიდან მართული შეტევების ქვეშ და საფრთხე ამ მათვისაც ძალიან ძლიერია, ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთგვარი კოორდინირებული მუშაობაა საჭირო კერძო სექტორისა, სახელმწიფო სექტორთან, რომ როგორმე დავიცვათ თავი ჩვენამდე. ძალიან კარგად აღნიშნე და ერთი ციტატა მინდა მოვიყვანო, რომ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ყველაზე სუსტი უსაფრთხოების სისტემები აქვთ. სტუდენტები ღია IP მისამართებს იყენებენ, რომელიც ჰაკერებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია, ამბობს ჯონ მათერლი, ის ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების საძიებო სისტემის შოდანის დამფუძნებელია. მე აბსოლუტურად მესმის კერძო სტრუქტურების, მეტწილად სახელმწიფო სტრუქტურებისაც თქო ესე შემიძლია ვთქვა, მაგრამ აი აქვე მინდა ვიკითხო ბევრი მაყურებლისათვის, ვისაც აქვს თავისი ვებგვერდი, შეიძლება წვრილი ბიზნესისას შეხედეთ, რას გავს უსაფრთხოების თვალსაჩინო თქვენი ვებგვერდი, მეგობრებო და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ პატარა ინფორმაციის მოპოვებაც კი შეუძლია თქვენთვის არაკეთილ განწყობილ ჩვენი ქვეყნის არაკეთილ მოსურდეს. სახელმწიფოს კერძო კომპანიებს მიაქციეთ ყურადღება და მეტი ინვესტიცია ჩადეთ უსაფრთხოების სისტემებში, რომ შეტევები როგორღაც მოიგერიოთ. სხვათა შორის კიბერომები უკავია ამერიკის დაზვერვის შეფის მოხსენებაში საკმაოდ დიდი ადგილი ამ მოხსენებაში იკავებს და უკვე რამდენიმე თვე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე მომუშავე ჰაკერების იერიშები დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოზე მიმდინარეობს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობი რჩება თუ რამდენად წარმატებულია ზოგადად კიბერომი, ანუ ეს საკითხით საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. რა კავშირშია თითქოს, მაგრამ პირდაპირ კავშირშია და მაყურებელთა უმრავლესობა დამეთანხმება გიორგიც, რომ ის რაც ხდება ხშირად ჩვენს ინტერნეტ სივრცეში, ეს შეტევები, რაღაც კადრები, რომლებიც ვრცელდება, არის ამ კიბერომის შემადგენელი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მეღრმადა ვარ ამაში დარწმუნებული და ამ ჭრილშიც უნდა შევხედოთ ჩვენ, რომ ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივა, ეს არის ჰაკერთა უზარმაზარი არმიის ინიციატივა და ისინი კვლავ მინდა გავიმეორო არიან მართულები არაკეთილ მოსურნე სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების მხრიდან. შენ აღნიშნე ფარული ჩანაწერები და ეს ფარული ჩანაწერები სწორედ ამ მეთოდოლოგიით ვრცელდება. ირაკლი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დაზარალდა აი ამ ჰაკერული შეტევებით და აი ამ სწორედ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით. ამავდროულად არსებობს გიორგი ის იმგვარი ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ არ ვფლობთ ცხადია და ფლობენ სპეცსამსახურები, რომლებიც საჯარო არ არის. თქვათ ესე და რომლებიც ეხება ცალკეულ ბიზნესებს, ცალკეულ წარმომადგენლებს, ცალკეულ სახელმწიფო სტრუქტურებს. ამის განვრცობა ესე გავრცელება საზოგადოებაში ბუნებრივი არ შეიძლება, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაციები არსებობს ყოველდღიური პრაქტიკულად პატარა თუ დიდი, შედარებით დიდი შეტევებისა, რომლებიც ახორციელებენ ჩვენ წინააღმდეგ. ამასთან კავშირშია ტროლ-არმია, ამასთან კავშირშია საინფორმაციო ომი, ამასთან კავშირშია რბილი ძალა, ამასთან კავშირშია ბევრი რამ და ეს არის პატარ-პატარა რგოლუკები დიდი ჯაჭვისა, რომლის შედეგადაც ჩვენი სივრცე, კიბერსივრცე მათ შორის არის ძალიან არადაცული და უცვლელი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ კიდევაც სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ეს შემადგენელი და რისი ნაწილია რეალურად. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ფორმა კიბერომია. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ვირტუალურ რეჟიმში არა მხოლოდ ინდივიდების პირადი მონაცემებისა თუ ცხოვრების, არამედ მაღალტექნოლოგიური იარაღის მართვაც შესაძლებელია. ეს საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოების საკმაოდ მძლავრი გამოწვევაა და რისკებს მნიშვნელოვანწილად ზრდის. წინააღმდეგობები ამ პრობლემის მოგვარებაში არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ხასიათს ატარებს. მონაცემთა დაცვა, ინფორმაციის თავისუფლება, პირადი სივრცე და სოციალური ქსელები. ეს პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია და ხშირ შემთხვევაში ეს დილემა ერთ შეკითხვამდე დადის. რა უფრო მნიშვნელოვანია, დემოკრატია თუ უსაფრთხოება? დემოკრატია თუ უსაფრთხოება, რა უფრო მნიშვნელოვანია? ეს მნიშვნელოვანი კითხვა იყო დასმული ჩვენ სიუჟეტში. ცხადია, კლასიკური პასუხი არის, რომ დემოკრატიაც და უსაფრთხოებაც. არ შეიძლება დემოკრატიის დაზარალება უსაფრთხოების სასარგებლოდ და პირიქით არ შეიძლება უსაფრთხოების დაზარალება დემოკრატიის სასარგებლოდ. ეს ორივე თავსებადია, ამგვარი პასუხი შეიძლება გაეცეს ამ კითხვას, ოღონდ ამისთვის მონდომება, კვალიფიციური ანალიზი და კვალიფიციური ქმედებაა აუცილებელი. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ საკითხი სად გადის ზღვარი დემოკრატიასა და უსაფრთხოებას შორის პირველად არ დასმულა. ამ საკითხზე მიმდინარეობს საკმაოდ აქტიურად
მუშაობა და მსჯელობა და ჩვენც რა თქმა უნდა შევეცდებით ამავე გადაცემაში გარკვეულწილად ვუპასუხოთ აი ამ მნიშვნელოვან კითხვას. და საუბარს განვაგრძობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან ბატონ ანდრო გოცირიძესთან. ბატონ ანდრო, მოგესალმებით და პირველ რიგში ჩვენი მაყურებლისთვის უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ, ხომ არ შეგიძლიათ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები კიბერუსაფრთხოების, კიბერშეტევის, მათ შორის საქართველოს სხვადასხვა ინსტანციაზე, სხვადასხვა ინსტიტუციაზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა ამ მეტად საჭირო და საინტერესო გადაცემაში მოწვევისთვის. ასაკვირველია, დღევანდელ მსოფლიოში უკვე გაჯერებული არის მსოფლიო კიბერ ელემენტებით, კიბერ თავდასხმებით და აქედან გამომდინარე შედეგებითაც. ცხადია, თითქმის ყოველდღე ტკდება საბანკო სექტორი მთელ მსოფლიოში, ასევე არის თავდასხმები საფინანსო სექტორზე, უკრაინის კრიზისის დროს ადგილი ჰქონდა ენერგოსექტორზე თავდასხმას, რამაც ფაქტიურად ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო უკრაინის ეკონომიკისთვის. ამგვარი რისკებისგან არც საქართველო არ არის დაზღვეული, მით უმეტეს რომ თუ თავდაცვის სამინისტროს პერსპექტივიდან შევხედავთ, კიბერელემენტები არის შემადგენელი ნაწილი ყველა მიმდინარე კონფლიქტისა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბატონო ანდრო, ჩვენ სახელდახელოდ მოვამზადეთ რამდენიმე შეკითხვა, რომლითაც მოგმართავენ ჩვენი გადაცემის მაყურებლები, მათ შორის ნიკა რურუა საზოგადოება ივერიის ხელმძღვანელი, ჩვენ შეგვიძლია გრაფიკითაც ვნახოთ და მე ჩაგიკითხავთ, რამდენად შევისწავლით ჩვენ მაგალითად ბალტიის სახელმწიფოების გამოცდილებას. ვიწვევთ თუ არა ახალგაზრდებს, რომლებიც ძლიერები, გამოცდილები არიან ამ სფეროში, რომ ჩვენი თავდაცვა, ამ ხრივ თავდაცვა იყოს უფრო უზრუნველყოფილი, უფრო ძლიერები ვიყოთ შეპირისპირების დროს. დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. ცხადია, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება არის ძალიან საინტერესო შესასწავლი და არათუ ვსწავლობთ ამ გამოცდილებას, არამედ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ბალტიის ქვეყნებთან. აი სულ რაღაც ერთი თვის მანძილზე რამოდენიმე ძალიან სერიოზული ვიზიტიც განხორციელდა ბალტიის ქვეყნების მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან. ეს არის რეგულარული ურთიერთობა და თუ კონკრეტულად ვისაუბრებთ ესტონეთზე, ესტონეთის დახმარება ძალიან დიდია საქართველოს თავდაცვის, ანუ კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. იქნება ეს ტექნიკური დახმარება, ტრენინგები, პოლიტიკის დონეზე თუ ასე შემდეგ. რაც შეეხება ახალგაზრდებთან დამოკიდებულებას, ცხადია ეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი კიბერუსაფრთხოებაში და კონკრეტულად კიბერთავდაცვაში ეს არის ადამიანური რესურსი. თავისთავად ცხადია, ბიზნეს სექტორს გაცილებით უფრო მაღალი ანაზღაურების შეთავაზება შეუძლია ამ ტიპის ექსპერტებისთვის, ამ ტიპის სპეციალისტებისთვის, მაგრამ ჩვენც მუდმივად ვცდილობთ სტუდენტებთან, მათ შორის საზღვარგარეთ მოსწავლე ქართველ სტუდენტებთან, თუნდაც იგივე ესტონეთში, ვინც ეუფლება კიბერუსაფრთხოების დისციპლინას, ვიქონიოთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის მე მახსენდება ერთი პროექტი, რომელიც შარშან კიბერუსაფრთხოების ბიურომ განახორციელა და ჩვენ სტაჟირებაზე ყავდა ესტონეთის ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი 6 სტუდენტი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ეს სტაჟირება და ალბათ სამომავლოდ გარკვეული თანამშრომლობაც მათთან დაიგეგმება, როდესაც ისინი სწავლას მორჩებიან. ასევე მუდმივად ვსტუმრობთ ქართულ უნივერსიტეტებს, საქართველოში არსებულ უცხოურ უნივერსიტეტებს და გვაქვს აი ამ კუთხით ძალიან და ბატონო, ჩაკითხვის თვალსაზრისით, რამდენად ძლიერები არიან ეს ახალგაზრდები? ერთის მხრივ რამდენად ბევრი არიან, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვათ ამ სფეროში დაკავებული რუსი ახალგაზრდები არიან ძალიან ძლიერები. ჩვენ გვაქვს თუ არა ამ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა, ცოდნა, გამოცდილება, რამდენად დიდი ენთუზიაზმით მოდიან. მე მესმის რომ ეს არ არის კერძო სექტორი, მაგრამ რამდენად დიდი ენთუზიაზმით მოდიან ახალგაზრდები თანამშრომლობაზე სწორედ ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებთან. ჩვენ და სამწუხაროდ რუსეთს მართლაც სერიოზული სკოლა აქვს ამ თვალსაზრისით, მაგრამ არც საქართველოს მოიკოჭლებს. მეორე არის ის გარემოება, რომ ჩვენ ვიყვანთ ახალგაზრდა კადრებს, რომელსაც შემდგომ იგივე ნატოს დახმარებით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით თუ ორმხრივი ურთიერთობებით ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა ვამზადებთ სერიოზულ ცენტრებში საზღვარგარეთ, მათ შორის რიგ შემთხვევაში ონლაინ მეთოდითაც და ამ ეტაპზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყავს საკმაოდ მობილური, საკმაოდ მაღალი ინტელექტის მქონე ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ქვეყნის სამსახურისთვის სერიოზული ინვესტიცია ჩადონ თავისი რესურსის ხარჯზე. რუსეთი ვახსენეთ ბატონო ანდრო, ტროლ არმიაც ყავს რუსეთს, ფაქტია, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რამდენიმე 10,000-ია ამ ტროლ არმიაში, კიბერშეტევის ერთ-ერთ ნაწილში გაერთიანებული. რას აზიანებენ ისინი? თქვენ კონკრეტული მაგალითები დაასახელეთ, მესმის. შემოდიან თუ არა ისინი ქართულ სოციალურ ქსელებში, ესე ვთქვათ, რამდენად რევენ ისინი ვითარებას, მითების და ტყუილების გავრცელების თვალსაზრისითაც?
რუსეთი ინფორმაციას განიხილავს როგორც ძალას და შესაბამისად იგი ამ ინფორმაციული თავდასხმების ხარჯზე ცდილობს მიაღწიოს თავის მიზნებს, გეოპოლიტიკურ უპირატესობას და ასე შემდეგ. ცხადია, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურად რუსეთის ინტერესის სფეროშია და შესაბამისად რასაკვირველია საქართველოს მიმართებაშიც აი ეს აქტივობა იქნება ეს პროპაგანდისტული მოქმედებები თუ კერძოდ კონკრეტული კიბერშეტევები, კიბერთავდასხმები ცხადია ძალიან აქტუალურია. თავისთავად ცხადია, რომ ეს გამოიყენება ასევე საინფორმაციო ომის პირობებშიც კიბერარხები, აი ეს ტროლ-არმიები, რომლებიც თქვენ ბრძანეთ, ძირითადად იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, იგივე უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით მუშაობდნენ. მე მაგალითად გავიხსენებდი აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებას, რაც ღია წყაროებშიც გავიდა და შემიძლია თავისთავად ცხადია გაგიზიაროთ კიდევაც. ძირითადად აქ ამ ტროლ-არმიების მეშვეობით რუსული პროპაგანდა მოქმედებდა რამდენიმე მიმართულებით. ერთი ეს გახლავთ პრორუსული ძალებისთვის შექმნა იმ სიტუაციისა, რომ თითქოს და მათ შეუძლიათ ხელისუფლებაში მოსვლა და ამით მათთვის იმედის მიცემა. მეორე ეს გახლავთ ძირგამომთხრელი საქმიანობა მეზობლებთან ურთიერთობაში და ურთიერთობის გაფუჭება, ვთქვათ, პარტნიორებთან და ასე შემდეგ და მესამე გახლავთ უიმედობის ნიჰილიზმის დანერგვა, თითქოს და თუ საქართველოს გავს ქვეყანას ავიღებთ, თითქოს და ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის მითი და ეს იქნება შეუსრულებელი მისია. აი ამ ძირითადი მიმართულებებით ხდებოდა მუშაობა აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებში. რუსეთი თავისთავად ამ არაკონვენციურ ფაზას განიხილავს როგორც პირველ საწყის ეტაპს საბრძოლო მოქმედებებისას. ყირიმში სამწუხაროდ იმდენად წარმატებულად განახორციელა მას ეს პირველი არაკონვენციური ფაზა, რომ საომარი მოქმედებები ფაქტიურად აღარც დაჭირდა, ისე მოახდინა ამ ტერიტორიის ანექსია და დღესაც მსოფლიო ცდილობს გარკვეული ალგორითმი შეიმუშაოს ამ პროცესების სამართლებრივად გადაწყვეტის თვალსაზრისით. ბატონო ანდრო, აღმოსავლეთ ევროპა ახსენეთ თქვენ და როგორ გონიათ, როგორ ფიქრობთ, რას უპირისპირებს თვითონ დასავლეთი, კონკრეტულად რუსეთის ამ ქმედებებს? ეს არის კითხვის ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი, რამდენად საჭიროებს ზოგადად ეს თემა დაფინანსებას და როგორი არის ამ შემთხვევაში თვითონ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაფინანსება, ანუ ჭირდება თუ არა მას მეტი ინვესტიცია, ჭირდება თუ არა მას მეტი რესურსი? ძალიან საჭიროებო საკითხი არის. ზოგადად რასაკვირველია, ყველა დარგს და მით უმეტეს ასეთ მაღალ ინტელექტუალურ დარგს ფინანსები ჭირდება, ასევე ჭირდება ჯეროვანი გაგება და ჯეროვანი აღქმა პრობლემისა სახელმწიფოს მხრიდან. თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებობს კიბერუსაფრთხოების ბიურო, გულისხმობს იმას, რომ ამის აღქმა არის მთავრობაში, მაგრამ ამას ჭირდება ეტაპობრივი გაძლიერება, რადგან ეს სფერო გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თქვათ სხვა სფეროები და ამას ჩვენ თვალნათლივ ხედავთ. ალბათ ერთი 10 წლის წინ, 15 წლის წინ საუბარი რომ ყოფილიყო კომპიუტერულ თავდასხმებზე, უფრო განვიხილავდით ამას ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებად, მაგრამ დღეს უკვე ვაკვირდებით, რომ არც ერთი კონფლიქტი, როგორც წეგანაც მოგახსენეთ, არ მიმდინარეობს კიბერელემენტების გარეშე და უფრო მეტიც ნებისმიერი საომარი მოქმედება, ნებისმიერი გეოპოლიტიკური გარკვეული თქვათ ძვრები არის დამოკიდებული სწორედ ქვეყნის კიბერშეზაძლებლობებზე. რას უპირისპირებს რუსეთის ამ მხრივ აქტიურობას დასავლეთი? დასავლეთის მიდგომა ამ მხრივ არის ძალიან მარტივი, კიბერუსაფრთხოება არის საერთო პასუხისგებლობა და ამიტომ ამ კუთხით ხდება ძალიან სერიოზული პარტნიორობა, თქვათ იგივე იმ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ დასავლური ტიპის სახელმწიფოს შექმნა და ევროინტეგრაცია. ბატონო ანდრო, არ შემიძლია არ კითხოთ შემდეგი კითხვა. თუ რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია საჯაროა. თქვენი მონაცემებით ბოლო კიბერშეტევა საქართველოზე და კონკრეტულად რომელ ინსტიტუციაზე განხორციელდა? თუ შეგიძლიათ გითხრათ. თუ კი მასშტაბურად ავიღებთ, მე ალბათ 2015 წლის შეტევას განვიხილავდი საფინანსო სექტორზე, რომელშიც ჩართული იყო 150.000-მდე IP მისამართი და რომელიც მიმდინარეობდა რამოდენიმე ბანკზე და საფინანსო ინსტიტუტზე ერთად. ძნელი გამოსაცნობი არ არის ამ ხელა მასშტაბის შეტევა, რომელ ქვეყანას შეუძლია განახორციელოს და ეს რომ არ იქნება სახელმწიფო დახმარების გარეშე, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ პრობლემა ამ შემთხვევაშიც და საერთოდ კიბერსფეროში შეტევების იდენტიფიკაციის დროს არის ხოლმე მიკუთვნება, რადგან ძალიან რთულია
თქვათ არ არის აუცილებელი შეტევა ხორციელდებოდეს იმ ქვეყნის IP მისამართებით, რომელი ქვეყანაც არის ამის ინიციატორი. ანუ რბილად რომ ვთქვათ, აი ის არმია, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფია ეს ეგრეთ წოდებული არმია, იპარავს კეთილსინდისიერი მოქალაქეების კომპიუტერებს საზღვარგარეთ, მათ შორის ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც და აქედან საჭირო დროს ხორციელდება უკვე შესაძლოა განხორციელდეს დარტყმა ჩვენს ქსელზე. რა უნდა დაუპირისპიროთ ამას? ამის პანაცეა ჯერჯერობით მსოფლიოს თავისთავად ცხადია არა აქვს, მაგრამ არსებობს მოქმედების ზუსტად ის ხაზი, რაც უფრო მეტად იქნება ამაღლებული ცნობიერება საჯარო სექტორში მომუშავეებისა თუ ჩვეულებრივი მოქალაქეებისა, მით უფრო ნაკლები შეაძლებლობა ექნება ბოროტგამზრახველს, ჩვენს მტერს, ჩვენს მოწინააღმდეგეს, მისი მართვის ქვეშ არასანქცირებულად თავისთავად ცხადია მოაქციოს ჩვენი კომპიუტერი და ამით განახორციელოს შეტევა სხვადასხვა მიმართულებით. ბატონო ანდრო, საკმაოდ მასშტაბურ კიბერშეტევაზე ისაუბრეთ თქვენ და არ შემიძლია არ კითხოთ, სოფლიო მედიაში მაგალითად ვრცელდება მუდმივად ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ შორის ტერორისტული ჯგუფები იყენებენ კიბერშეტევებს თავდასხმებისთვის და საკუთარი მიზნების მისაღწევად. აი ამ მხრივ რამდენად მოწყვლადი არის საქართველო? ზოგადად ტერორისტული საფრთხე მსოფლიოში მზარდია და რადგანაც კიბერ შესაძლებლობებიც იზრდება, ისინი ცდილობენ ეს არაკონვენციური მეთოდებიც გამოიყენონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. თუმცა მეწინავე სპეცსამსახურების გამოცდილებით და პროგნოზით უახლოეს პერიოდში ტერორისტული ორგანიზაციები ისევ და ისევ ეცდებიან კონვენციური მეთოდებით, ანუ რაც არის ჩვეულებრივი, ვთქვათ, იგივე ტერაქტები, აფეთქებები და ასე შემდეგ, რისი მომსწრენით სამწუხარო ფაქტების მომსწრენით გავხდით ბრიუსელში, პარიზში და ასე შემდეგ, აი ამით განახორციელონ თავიანთი მიზნები. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მე ისევ და ისევ უნდა დაუბრუნდე საქართველოს მდგომარეობას ამ თვალსაზრისით, ტერორისტული კიბერშესაძლებლობების გაძლიერება ექსპერტების მიერ მიჩნეულია შესაძლებლად, თუ კი ეს მოხდება რომელიმე სახელმწიფოსთან, რომელიმე მაღალგანვითარებულ კიბერ თვალსაზრისით სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. ძნელი გამოსაცნობი არ გახლავთ, რომ ამ მხრივ სავსებით შესაძლებელია, ვთქვათ, იგივე თანამშრომლობა მოახდინოს რუსეთმა, რადგან რუსეთი უფრო ნაკლებად უწევს ანგარიშს საერთაშორისო მოსაზრებებს და ამ თვალსაზრისით ექსპერტების მოსაზრებით, აი გახმაურებული თავდასხმა იგივე TV-ზე, ფრანგულ ტელევიზიაზე, დიდად სავარაუდოა, რომ სწორედ რუსეთის მხრიდან ან რუსული სპეცსამსახურების ჩართულობით განხორციელდა, რადგან აი იმ ვირუსში მავნებელ პროგრამაში ნაპოვნია კირილიცის ელემენტები, რაც სავსებით შესაძლებელია რუსეთიდან წასულმა ტერორისტმა განახორციელა, თუმცა ამ მასშტაბის შეტევა ვერ მოხდებოდა, ვთქვათ, იგივე სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და ამავდროულად დროშიც წმინდა ანალიტიკურად ეს დაემთხვა მისტრალზე უარის თქმას, იგივე საფრანგეთის პრეზიდენტის უარის თქმას მოსკოვში 9 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ამან ყველაფერმა ექსპერტებს მისცა ვარაუდის საშუალება, რომ სწორედ რუსეთი გახლდათ ჩართული აი ამ გახმაურებულ შეტევაში. შესაძლებელია ტერორისტების საფარქვეშ, შესაძლებელია ტერორისტების ლეგენდით, მე შეიძლება ტერორისტებსაც აწყობდეთ, რომ თავისი ძალმოსილება დაადასტურონ და ამიტომ მიიწერონ სხვისი თავდასხმა და მოკლედ ესეთი სიმბიოზური მდგომარეობაც არ არის გამორიცხული ჩვენი მეზობლის მხრიდან. ბატონო ანდრო, თქვენ საუბრობთ არაკონვენციურ ომზე, თუმცა არაკონვენციური ომია, შემიძლია დამარცხვითაც თქვა ეს სიტყვა. რამდენად აქვს სახელმწიფოს, არა თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულად ან თქვენს ბიუროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს ამის აღქმა. ეს ერთგვარი რიტორიკული კითხვაა, რომელზეც შეგიძლიათ თქვენ არ მიპასუხოთ, თუმცა მე გთხოვთ მიპასუხოთ მეორე შეკითხვაზე, რომლის ავტორიც არის ბლოგერი ირაკლი ცქიტიშვილი, გრაფიკასაც ვუყურებთ ჩვენ. თქვით თუ არა, რომ საჭიროა განვიხილოთ ქართული მედია სივრცის ერთგვარი დაცვის შესაძლებლობა საომარი მოქმედებების დროს, გვეკითხება ბლოგერი ირაკლი ცქიტიშვილი, გეკითხება თქვენი კონკრეტულად თქვენი კერძო მოსაზრება როგორია? კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ანუ დასაცავი ობიექტების დიდი ნაწილი დღესდღეობით და სხვანაირად არ შეიძლება იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში არის კერძო სექტორის ხელში, მათ შორის მედიის ხელშიც. ამიტომ ძალიან კარგად არის დასამუშავებელი ის ნეგატიური, ვთქვათ, როლი ან ის ნეგატიური ეფექტი, რაც შეიძლება კერძო სექტორზე თავდასხმამ გამოიწვიოს
თუკი ასეთი იქნება. მედია საშუალებებზე თავდასხმამ შესაძლებელია შესაბამისად ძალიან სერიოზული საფინანსო ან თქვათ ინფორმაციული კრიზისი შექმნა სახელმწიფოში და ამით ისევ და ისევ დაზარალდეს სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე თქვათ კერძო სტრუქტურა. ამიტომ რასაკვირველია სახელმწიფომ და ეს არის სწორედ დასავლური მიდგომა, უნდა უზრუნველყოს როგორც სახელმწიფო ქსელების დაცვა, ასევე კერძო ბიზნესის აი ამ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიკუთვნებული ინდივიდების დაცვა და დაცვა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, როგორც ტექნიკური საშუალებებით, ასევე ცნობიერების ამაღლების კუთხით, საერთო სქემების შემუშავებით და თქვათ ამ კუთხით შესაძლებელია ძალიან ბატონო, ვიზია გათვლილი რუსული პროპაგანდა, აი ეს კიბერშეტევები, სუსტებზე არის გათვლილი, ნეიტრალურებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ისედაც ეპარებათ ეჭვი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, ამის წარმატებულობაში, ვიზზე თვლის, რა სეგმენტზე თვლის ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფო? რეალურად პრინციპში ალბათ ყველაზე, რადგან რუსეთისთვის ეს ინფორმაციული ომი და ეს იდეოლოგიური კამპანიები არის გარკვეული, არ ვიცი, ძალიან მაღალ ხარისხში აყვანილი და რა თქმა უნდა შეეცდება რომ სუსტს უფრო მეტად შეურყიოს პოზიციები, ძლიერი ჯერ დაასუსტოს და შემდგომ იმოქმედოს და საერთოდ დაითესოს ნიჰილიზმი და შეუძლებლობა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისა, ამიტომ რასაკვირველია უნდა მოხდეს თითოეული აი ამ ჯგუფის დაცვა და თითოეული ამ ჯგუფისთვის საჭირო, თქვათ, შესაბამისი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ბატონო, ერთი კითხვას დამატებით. არიან თუ არა იმგვარი მოქალაქეები, რომლებმაც კარგად არც იციან, რომ რეალურად წარმოადგენენ რეალურად მუშაობენ ჭყალებში რუსეთის ტროლ არმიასთან ერთად ან ტროლ არმიაზე, რომლებიც თავის და უნებურად ავრცელებენ იმ ინფორმაციებს, როგორი ინფორმაციის გავრცელებაც შედის სწორედ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის სპეცსამსახურების ინტერესებში. მე მოგახსენებთ, რომ პოლონეთის სპეცსამსახურის, კონდაზვერვითი სამსახურის ბოლო ანგარიშში აშკარად იყო გამოთქმული ვარაუდი, რომ პოლონეთში ასეთი ხალხი არსებობს და პოლონურმა სპეცსამსახურმა ამას დაარქვა ჭყალებში სასარგებლო იდიოტები. რასაკვირველია, ალბათ საქართველოშიც იარსებებს ასეთი წრე, თუმცა თუ საბედნიეროდ ეს ხალხი გაცილებით უფრო ნაკლებია ვიდრე პოლონეთში, ჩვენთვის ეს დიდი ბედნიერება იქნება. ბატონო, და ბოლოს მინდა კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ ამდაგვარი, მაინც როგორ ფიქრობთ, რომელი არის უფრო მოწყვლადი სფერო შეტევებისთვის და რამდენად მზად არის თვითონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შესაბამისი სტრუქტურა იმისათვის, რომ მოიგერიოს ეს შეტევები? აბსოლუტური დაცვა კიბერშეტევებისგან თავისთავად ცხადია არ არსებობს, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღესდღეობით თავის კიბერშესაძლებლობების მიხედვით არ არის უკანასკნელ ადგილზე ევროპულ ქვეყნებში, რაც დიდად სასიხარულო არის ჩვენთვის, მაგრამ ეს მარტო არ მიიღწევა, ეს არის იგივე ნატოს დახმარებით, იგივე ჩვენი ტრადიციული პარტნიორი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, ესტონეთის და სხვათა ტექნიკური თუ ინტელექტუალური დახმარებით. ამავდროულად არსებობს განცდა და არსებობს შეგრძნება იმისა, რომ კიბერსივრცე გახლავთ ის არეალი, სადაც პატარა ქვეყანას შეუძლია ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ასიმეტრიული პასუხი გასცეს რიცხვით აღმატებულ მოწინააღმდეგეს. და სულ ბოლო მოკლე კითხვა, ირაკლისეც აკითხვა და არ ვაცლი. შემდეგნაირი უახლოეს პერსპექტივაში, უახლოეს საშუალო ვადიან გათვლებში როგორ გაქვთ თქვენ წარმოდგენილი რა მიმართულებებზე შესაძლოა განხორციელდეს შეტევა? მეტად მოწყვლადი გახლავთ საბანკო სექტორი, ასევე თუ კი ავიღებთ ჯარისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურას, აუცილებლად ეს იქნება ჩვენი მოწინააღმდეგის დაინტერესების ობიექტი, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის და ენერგოსექტორის კიბერუსაფრთხოებაც. და ბოლო კითხვა აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ეს თქვენი პასუხი მავალდებულებს დავსვა ეს კითხვა და გთხოვთ მოკლედ მიპასუხოთ. კი ან არა? ყოფნის თუ არა კიბერუსაფრთხოების ბიუროს ბიუჯეტი, რომელიც მას აქვს მიმდინარე წელს ან დაგეგმილია 2017 წლისათვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმედს ვიტოვებ ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენს ნებისმიერ პასუხს, მათ შორის უარყოფით, ჯერ უნდა და სათანადოდ აღიქვამენ. ჯერ არ არსებობს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც კიბერშესაძლებლობების სინქრონულად განვითარებას უზრუნველყოფს. არა. მადლობა. ეს იყო ანდრო გოცილიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი, რომელსაც წარმატებას უსურვებ ამ საკუთარი მიმართულებით ბრძოლაში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ. ეს კი იყო გადაცემა ვექტორი, რომელმაც
ისაუბრა, რომელშიც ვისაუბრეთ ჩვენ თემაზე კიბერშეტევები, არაკონვენციური ომები საქართველოს წინააღმდეგ და ის უზარმაზარი არმია, რომელიც დაუპირისპირდა ჩვენ ქვეყანას და არა მხოლოდ ბოლო წლებია, ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.